დიახ, რა თქმა უნდა, სანქციები ეს არის ის ენა, რომელი ენაც დაიტოვეს მხოლოდ მათ თავად, ესეც თავიდანვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სანქციები არის მხოლოდ მათი ბრალეულობით გამოწვეული. ყველა სანქცია, ყველა იმ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც დაუწეს და არის დამსახურებული იმ კონკრეტული ადამიანების საქმიანობით. ეს არის ქართული ოცნების არჩევანი, რომ სანქციები დარჩა ერთადერთი ენა, რომელი ენაც მათ შეიძლება შეაგნებინონ, გააგებინონ. სამწუხაროდ ამ ვითარებაში თავად ჩაიგდეს თავი. ვერავის ვერ დააბრალებენ. კი აქვთ ცდელობა, რომ რაღაც ვიღაცებს deep state-ებს და გოპებს და ვიღაცებს აბრალებენ, მაგრამ რეალურად მხოლოდ მათი საქმიანობის შედეგად აქვთ ეს სანქციები მათ. და ეს სანქციები გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ. რამდენიმე თემა არის, რაზეც თქვენი საუბრეთ და გამბოჩდა აგერ რესპონდენტების პოზიციებიდანაც. პირველი რომ რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის წასვლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ალბათ გუჩი მეტი სიმყარისთვის იყო, იმიტომ რომ მის გასაგებია ყველასთვის ცნობილია, მალავენ თუ არ მალავენ, ეს არ იყო შეკრული გუნდი, ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძესთან თავს ვერ მოიაზრებდა და მათ სულ ჰქონდათ ეს ქიშპობა და არასოდეს არ დამალულა, გარეთ იყო, ჭორებს არ ყვები, რაც იყო საჯარო. რეალურად რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ირაკლი კობახიძის გარშემო რაღაცა შეგროვდა თითქოს ყველა ძალაუფლების, ასე ვთქვათ, ვერტიკალი, რაც შეიძლება იყოს. ამას ვუყურებთ ახლა რეალურად ჩვენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი გაიწია და ირაკლი კობახიძეს გადააბარა მთელი ქვეყანა. და მაგრამ აი რას ნიშნავს? აი ნახეთ გეტყვით როგორ რას ვხედავთ. ახლა თუმცა ის ახლა მაგალითად ლილუაშვილი რო წავიდა, ხო? ლილუაშვილი რო წავიდა, ლილუაშვილთან იქ იყო რამდენიმე თემა იყო. ნომერ პირველი ბრალდებული ყავდათ ბაჩიაშვილი ის გაექცათ საზღვარზე. მე გახსოვთ კვლელობა ვაკეში, ეს გასაგებია, მე მგონი ლამის სუსის თანამშრომელი იყო ეს მძღოლი, ვინც იმ კაცს ატარებდა. ანუ რამდენიმე ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც შეიძლებოდა მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ და მიეტანათ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ აი ხო ხედავ ვერ ვასრულებს და როგორც ჩანს ეს კობახიძეს კარგად გამოსდის ეს ენების მიტან-მოტანა რაღაცა და თქვა რომ აი მე მომეცით რაღაცა და მე ავიღებ პასუხისგებლობას, მე ყველაფერს გავაკეთებ და პრინციპში კვლელობა ახსენეთ თქვენ და შაბათს რაც ვნახეთ ჩვენ აი ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში იყო უკიდურესად მძიმე თუ კი არ ვიცი ამ კონტექსტს გავუყვებით და ამ ლოგიკას პრაქტიკულად ხარებას სპეცდანიშნულების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას მკვლელობაში ასე ჩანს იმ კადრებიდან რომ ისინი იქ არიან კლავენ ადამიანს ხელს აფარებენ ცრუმოწმე პოლიციელები შემოდიან საქმეში რომელიც თითქოს ვერაფერი ვერ დაინახეს ეს უყურა ამ გადაცემას ჩვენმა მაყურებელმა როგორც ჩანს ვიღაცეებისთვის მაინც მოდი ეს მოსულა ასევე როგორ არის ეხლა რასაც თქვენ ამბობთ ეს ყველაფერი არის იმის დასტური რომ ჩვენ სახელმწიფო პრაქტიკულად გვაქვს განულებული აქამდე რაც ქონდა ისიც არ იყო სრულყოფილი უამრავი ხარვეზით იყო მაგრამ სახელმწიფო ხილული არ არის. რომელ სფეროსაც არ უნდა დაადოთ ხელი. ყველა სფეროში გვაქვს პრობლემა. ყველა სფეროში გვაქვს ქაოსი. ეს არ ჯანდაცვაში თითქოს ერთი მხრივ გეუბნებია რაღაც სიკეთეა, მაგრამ ყველგან, ყველა სფეროში, ყველა სფერო, რომელიც ეხება ადამიანს, ყველგან გვაქვს ქაოსი. და ეს არის მოცემულობა, იმიტომ რომ მართლობა, რომელსაც ვუყურებთ, ეს არის სავოკური მართლობა, სავოკის დროს როგორც კეთდებოდა ბიზნესი, მანდ იყო მნიშვნელოვანი დალაგებულიყავი შავებთან და წითლებთან. ასე იმართებოდა ბიზნესი, ასე მართავდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს ბიზნეს რუსეთში. მთავარი იყო დალაგებული ყოფილიყავი შავებთან, რაღაც ესეთ გასაგებია კრიმინალთან და წითლებთან, ანუ გერეუ, არ ვიცი, პოლიცია თუ ვინც რა მილიცია. აი ასე მართავდა. არ ქონდა არანაირი მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა შენი კომპანიის უფროსი. და რა მაქინაციებს ატარებდი. მთავარია ამ ორთან ყოფილიყავი დალაგებული. როგორც ჩანს, ეს არის ის მეთოდი, რა მეთოდიც მან პოლიტიკაში გადმოიტანა, იმიტომ რომ პოლიტიკაში ყველაზე მთავარი იარაღი პოლიტიკოსის არის სიტყვა. და როცა შენ სიტყვას ფასი არ აქვს, როცა საერთოდ გამქრალია ნდობა შენს მიმართ, როგორ შეიძლება ან სახელმწიფო აშენო, ან პოლიტიკა აკეთო. ამიტომ რასაც ჩვენ ვუყურებთ ყველა სფეროში, აი ყველგან მაგალითად მშვიდობაზე და იმაზე ლაპარაკობდა ეხლა უსაფრთხოებაზე, რამდენიმე დღის წინ, აი არ ვიცი, ღმერთს მაგვიშველა, გადავრჩით, სხერპლით რო არ დამთავრდა
რკინიგზაზე რომ ხანძარი მოხდა. არა და ამ დროს კობახიძე ლაპარაკობს ეკონომიკურ აღმავლობაზე და რაღაც თურმე წინ მივდივარ და თურმე ამ ხელა მოგება გვაქვს რას ჭირს რკინიგზას, მაგრამ ადამიანი არ აინტერესებთ, ერთი კონკრეტული ადამიანი არ აინტერესებთ. ყველა სისტემაში, ყველგან, არ ვიცი, ეხლა გუშინდელს მოგეყვებით, გუშინ ღამის 9 საათზე მირეკავს ესე იგი პოლიციელი ვარო, პოლიციიდან ახალციხის თქვენ განცხადებასთან დაკავშირებით და მეთქი რასთან პროკურატურაში მაქვს შეტანილი განცხადება, საბარაუდოდ არის სამოხელეო დანაშაული, იმიტომ რომ ტენდერები ჭატარდება, იმ ტენდერებს ვიღაც იბარებს, მაგრამ წყალი მაინც ტალახიანი მოდის და აი რაღაც ყოველ ნახევარი წელიწადში ერთხელ რაღაც სამუშაოებს ვაკეთებთო და მაინც ტალახიანი წყალი მოდის. ანუ სამოხელეო დანაშაულზე არის ალბათ საუბარი, ან იქ რაღაც ორი კომპანია მუშაობს. პოლიცია რა შუაშია? აი როგორ მოახერხა მთავარმა პროკურატურამ პოლიციას, კონკრეტულ მილიციელს და პოლიციელს დაავალეს, ეხლა აი რა საქმეა? ხვდებით აი როგორ რა ქვია მაგას, ვაკხანალია ქვია, ვინ რას აკეთებს, როგორ აკეთებს, რისთვის აკეთებს. ეს არის ქაოსი, ეს არის რაღაც აი ტივტივებს, გასაგებია ახლა ასე დროს მღრიე წყალში რა ტივტივებს ან ფუყე ხარ ან ნეხვი, სხვა ვითარებაში ესენი მართვას ვერ მოახერხებენ, ამიტომ აი ეს აბსოლუტური ქაოსი არის და მიშვებულია ეს ჩვენი სახელმწიფო აი ესე დინებაზე, მაგრამ რამდენიმე წერტილს აკონტროლებს და ძირითადად იცით რაც არის, ეს არის ძალადობრივი და რა თქმა უნდა, აი რაღაცა კომუნიკაცია სასამართლოსთან სავარაუდოდ თავად ბიძინა ივანიშვილს დარწმუნებული ვარ ირაკლი ყუბახიძეს არ გააკარებს ამ სფეროს, ამას თავად თვითონ მოერევა, ანუ თვითონ განსაზღვრავს ვისთან და როგორი კონტაქტოს. იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი მღვრია ყველაფერი ჩვენს გარშემო, გასაგები არის ისიც, რომ სულ უფრო მყიფე ხდება, თითქოს ერთი მხრივ სიმტკიცისთვის გაუშვეს ღარიბაშვილი, ხო? ან ვიღაც ვინც რაღაცა ისე იყო, თითქოს რომ დაპირისპირების კერები აქვს. ხო, აი მაგითაც იცით როგორ, აი ხო არ არის ვინმე, ვინც ჩემს ზურგს უკან სუნთქავს რა, როგორც აი მე გენერალი ვარ და ეს პაიკი ხო არ აპირებს, ხო არ ამზადებენ ღარიბაშვილს ჩემს შემცვლელად. ხომ არ ხდება ასეთი რამე. აი ხო ხდებით თვითონ როგორც აკეთებდა, ალბათ ასე ჩათვალო ყობახიძემ და ეს სავარაუდოდ მისი მოთხოვნა იყო, ეს არ იქნებოდა ირაკლი ღარიბაშვილის მოთხოვნა და არც ის მგონია რომ ეხლა გაექცა რაღაცას, ამიტომ წავიდა. თუმცა მოგებული დარჩა სანქციებს თუ გულისხმობთ. იცით რა, კი, ალბათ ბრას გამოიწვევს ქართულებს. კი, რა თქმა უნდა, თუმცა დარწმუნებული, კი, და თუმცა აი ახლა მაგალითად კახიშვილის საუბარი ნახეთ თქვენ და მსგავსი ესეთი ცდელობები იქნებათ ალბათ რომ აი ბიძინა ივანიშვილს ხმა გააგონო, რომ აი აქ ვართ და ჩვენ უკეთესები ვართ და ჩვენ შენი ერთგულები ვართ და ჩვენ აი ამ რაღაცა უფრო სხვანაირად დავალაგებთ, აი სანქციები პრობლემა არ იქნება. შეიძლება ეს გზავნილად განვიხილოთ ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ აი მოგვისმინე, დაგვინახე, ჩვენ უკეთესად გავაკეთებთ იმ შენს დავალებებს შევასრულებთ თან ისე რომ სანქციებიც არ იქნება. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ამის თქმა, იმიტომ რომ ის რაღაცა მინიმალურ რაღაც შეხვედრებს კი აკეთებდა ამერიკაში და მის დროს იყო ხო ის კანონი რო უკან გაიწვიეს. ამიტომ მე ამას თუმცა ეჭვიანობაც იყო ის რომ მას არ შეეხო სანქციები, თავად ხო არ აგვარებდა ამას აცილებას სანქციებთან, თავად ხო არ იყო მონაწილე ამ პროცესში, რაღაც ასეთი კონსპირაციებიც არსებობს, თუმცა დიდად არ კონსპირაციები არ გვინდა, მაგრამ არა, ფაქტი არის კონსპირაციულია მაინც მაყურებლისთვის გასაგები იყო ივანიშვილის მთელი თავრობა რომ ჩვენს იძულებულები ვართ. სამწუხაროა ის რაც ჭირს და რაც გჭირს ყველას, იმიტომ რომ რეალურად მათ ხელშია მართლა მაგას ვიძახი, რომ თვალსაჩინოთ ვის შეეძლო დაენახებინა ჩვენთვის რა არის ღვთისანაბარა მიტოვებული რო ხარ, აი ეს განცდა მაქვს, რომ ღვთისანაბარა მიტოვებულები ვართ და იმ ადამიანების ვინც იბრძვიან და არ ჩერდებიან და ხმაურობენ და მიუხედავად ამ ხელაწნეხისა, ჯარიმებისა, ტერორისა, ჭორების გავრცელებისა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, აი რაღაცა ის ამ მიუხედავად ამისა ხალხი ბრძოლას რო აგრძელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მე უბრალოდ სულ მინდა ვთქვა, რომ მაშინაც აი როცა ფიქრობ, რომ უკვე არცად გამოსავალი არ არის, მაშინ როცა ფიქრობ, რომ ხელები ხო არ ჩამოვყარო და აი ხო არ აზრი ხო არა აქვს, ყველაფერს ალბათ არ აქვს ასე ფიქრობ, აი ყველაზე მეტად მაშინ არის მნიშვნელოვანი სიმტკიცე და ძალიან საინტერესო კიდევ ერთი რამე სანქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რეალურად ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი ამ თავი ეს ქართულ ოცნებას და აქ მარტო პარტიის წევრებს და მონებს არ გულისხმობ, აქ არის ასევე ბიზნესი, ადამიანები, რომლებიც რაღაცა შექმნეს თავისთვის და არ უნდათ იმ ყველაფრის დაკარგვა, რაც აქვს.
რა თქმა უნდა, მათთვის სანქციები სერიოზული კომფორტია. მათ საქართველოს ჭირდებათ საყოლებად, ქართველი ხალხი და საქართველოს საყოლებად ჭირდებათ მაქინაციებით და იოლად რომ იშოვონ ფული ახლა კლინტებით და კიდე არ ვიცი რა ვჭამთ და რა ვსვამთ რო არ ვიცით და ყველა სფეროში ეგევე ჯანდაცვის სფერო, ჯანდაცვის, როგორ შეიძლება ჯანდაცვის სფერო, როგორ შეიძლება საავადმყოფო იყოს მომგებიანი, როგორ შეიძლება ჯანდაცვის სფერო იყოს მომგებიანი. აი წარმოუდგენელ რაღაცებზე ვლაპარაკობთ და ძალიან საინტერესო არის აქაც რომ ამ ადამიანებისთვისაც ეს სერიოზული დისკომფორტია. აი, იმიტომ რომ შენ შეიძლება გინდოდეს აქ იოლად იშოვო ფული, მაგრამ თავისი ოჯახის წევრებისთვის, საკუთარი შვილებისთვის, მათთვის უნდათ ევროპა, მათთვის უნდათ დასავლური სასამართლო, დასავლური ჯანდაცვა, დასავლური ცხოვრების წესი, დასავლური უსაფრთხოება სჭირდებათ. ჩვენთვის, ჩვენ გვჭირდებით მათ როგორ გითხრათ, აი ფულის საშუალებლად. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამე. ბიძინა ივანიშვილმა დაპირდა, რომ მალე მოაგვარებდა ამ პრობლემას, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ეს პრობლემა არ გვარდება. მე გქონდათ აი ტრამპი მოვა და დავლაგდებით არ დავლაგდა. მე აი ხა უკრაინის თემაც დავლაგდება ისე როგორც ჩვენ გვაწყობს და დავლაგდებით. კარგად ჩანს, რომ რუსეთი ჯერჯერობით ამარცხებულია, იმიტომ რომ მიუხედავად იმ მძიმე კადრებისა და ბომბებისა და აღუპული ადამიანებისა, რუსეთს ვერც ერთი, რა ვიცი, რაც მიზანი ქონდა ვერ მიუღწევია.